მიუსაფარ შინაურ ცხოველთა კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო ჰიპერპოპულაციის შემცირებაზე მუშაობს. უწყების ხელმძღვანელის თეიმურაზ ზავრაშვილის ინფორმაციით ამ მიმართულებით საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. შარშან ჩვენ ახალ სისტემაზე გადავედით. ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც მთავრობის მიერ იყო წამოწყებული ჩვენ და ქუთაისი, ანუ იმერეთის რეგიონი ჩაერთვა ამ პროგრამაში და თუ წელიწადში დაახლოებით ყოველ წელს სადღაც 2500-დან 3000 ზაღლამდე ვასწრილებდით, შარშან ამ ციფრმა 7000-მდე აიწია. ანუ შემოყვანა გაიზარდა ზაღლების, თავისი ტრანსპორტით შემოყავს სურსათის სააგენტოს. ჩვენი მოვალეობა არის ამ შემოყვანილ ზაღლებზე სტერილიზაცია, კასტრაციის განხორციელება და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება. ამის შემდეგ საკვირაო ცხოველი ისე უბრუნდება თავის პირველ ადგილს, საიდანაც არის გამოყვანილი. ეს იყო შარშან. წელს უკვე მთავრობის განკარგულებით ამ რეგიონს დაემატა კიდევ შიდა ქართლის, ანუ გორში არსებული ორგანიზაცია, ზუსტად ჩვენაირი ინტერმუნიციპალური სააგენტოა. თბილისი ნაწილობრივად ჩაერთვა ამ სისტემაში და რა შეიცვალა ამ ახალი განკარგულებით, რომელიც არის მთავრობის მიერ გაკეთებული. ჩვენ ვერთობით 3 წლიან პროგრამაში. ჩვენ რაც გვეხება სააგენტოს, დაგვემატა კახეთის რეგიონის გარდა კიდე ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტი, რომელიდანაც შემოიყვანენ ზაღლებს, ჩვენ აქ სტერილიზაცია, კასტრაციას, ცოფზე ვაქცინაციას ჩაუტარებ და ისევ დაბრუნდება ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტი.